მადლობა იმისთვის, რომ გვითხოვთ დროს და ხართ ჩვენთან ხაზზე. ბატონ ზურაბ, მოდით პირველ რიგში მოუთხრათ მაყურებელს, როგორი არის თქვენი დღევანდელი გეგმა, როგორც ვიცით, საპროტესტო ღამისთვის ემზადებით და აი რა ტიპის გეგმით ხართ თქვენ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და რას ეთქვით საზოგადოებას, რას მიმართავდით, ვინც ახლა გვიყურებს და გვისმენს მათ? მივესალმებით თქვენს მაყურებელს საღამო მშვიდობის. დღევანდელი აქცია ორგანიზებული არის სტუდენტი ახალგაზრდობის მიერ, რაც დაანონსა ციხიდან პოლიტპატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ და ეძღვნება კონკრეტულად 19 აპრილს 2024 წლის 19 აპრილს ახალგაზრდების მიერ გმირთა მემორიალთან დადებულ ფიცს. დღეს გეგმაში არის რომ იგივე მარშრუტი გაიარონ ახალგაზრდებმა, რაც იმ დღეს იყო 2024 წლის 19 აპრილს, იქნება სიტყვით გამოსვლები პარლამენტის წინ, შემდგომში მარში მივა გმირთა მემორიალთან, იქნება ფიცის განმეორება ახალგაზრდების მიერ და შემდგომში ისევ მარშით ქაშვეთის ეკლესიაში დაბრუნდება ყველა. ამ შემთხვევაში ჩვენ მონაწილეობთ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, ჩართული ვართ მის ორგანიზებასა და განხორციელებაშიც. აქედან გამომდინარე ფაქტობრივად ერთობლივი აქციაა სტუდენტი ახალგაზრდობისა, რომელიც ზვიადმა დააორგანიზა ციხიდან და პოლიტპატიმრების. ეს დღეს იმდენად მნიშვნელოვანი არის, კიდე იმ ფაქტორის გამო არის მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდები, რომლებიც გასულ წელს ფიცის დადებაში მონაწილეობდნენ, დღეს დიდი უმრავლესობა ამ ახალგაზრდებისა ორგანიზატორებისა არიან ციხეებში, მათ შორის ზვიად ცეცხლაძე. შესაბამისად, დღეს კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რომ ახალგაზრდები მასიურად, მაქსიმალურად მობილიზებული იყვნენ და ის ფიცი შეასრულონ, რაც გასულ წელს დადეს და ამავდროულად უნდა იბრძოლონ იმისათვის, რომ რეჟიმისაგან დაიხსნან პოლიტპატიმრები, რომლებიც ასევე გასულ წელს მათთან ერთად ფიცის დადებაში მონაწილეობდნენ. ჩვენი გეგმები იქნება შემდეგნაირი: ქაშვეთის ეკლესიასთან მოვიყრით თავს ყველა შემდგომ ბოლოს, მარშის ბოლოს და ღამის თევით ვიქნებით ქაშვეთის ეკლესიაში. შესაბამისად, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის ღამეს გავათენებთ ახალგაზრდებთან ერთად პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები. მთავარი გზავნილი ყველასათვის ცნობილია, რომ ბრძოლა გრძელდება რეჟიმის წინააღმდეგ, რეჟიმი რუსეთში მიდის, საქართველოს ევროპულ მომავალს უკარგავს, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები და ახალგაზრდობა ერთად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა დათქმული და დადებული ფიცი პირნათლად შეასრულონ და შევძლოთ ჩვენ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრების მთავარი ბრძოლის მიზნის შესრულება. ეს არის ამჟამად სინდისის პატიმრების დახსნა ციხეებიდან. კი ბატონო, ბატონ ზურაბ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი ღამეც, აი საპროტესტო ღამეც იყოს მრავალრიცხოვანი თქვენთვის? ჩვენ როგორც ვიცით, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებიც აპირებენ დღეს, რომ მოვიდნენ რუსთაველის გამზირზე, მათ შორის ხელოვანები აქტიურობენ აი ამ კუთხით. აი თქვენ თუ გქონდათ, არ ვიცი, აი რაიმე ტიპის კოორდინაცია ან პოლიტიკურ პარტიებთან, ან სხვადასხვა პროფესიულ ჯგუფებთან, რომ რაღაც ტიპის ორგანიზებული იყოს თუნდაც დღევანდელი შეკრება. ამასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ჩვენ ძირითადად მივუერთდით ამ აქციას ძირითად ნაწილებში, ღონისძიების დაგეგმვაში და მის განხორციელების ძირითად ნაწილებში ამას აკეთებდნენ სტუდენტი ახალგაზრდობა, კონკრეტულად ზვიადის ანონსით და ზვიადის ორგანიზებით ის ჯგუფები და ის ადამიანები, ვინც გასულ წელს აქტიურად იყვნენ ამაში ჩართული. ჩემთვის რეალურად უცნობია პოლიტიკურ პარტიებთან რაიმე კომუნიკაცია თუ ქონდათ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ყველა ჯგუფთან, ახალგაზრდულ ჯგუფებთან, საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან, მსახიობებთან, პედაგოგებთან, მასწავლებლებთან, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან, ყველასთან ქონდათ შეხვედრები და ერთობლივად გაიარეს ყველაფერი, რაც დღეს უნდა განხორციელდეს აქციის პირობებში. აქედან გამომდინარე, ჩვენ გარკვეულად მონაწილეობთ
მასში მხარს უჭერთ მათ პატიმრების ოჯახის წევრები, ვეთანხმებით და იმ გზას გავივლით მათთან ერთად, რაც მათ დააორგანიზეს. საუბარია აქ მარშრუტზე, რომელიც გაივლის თავისუფლების მოედნიდან გმირთა მოედანზე, შემდგომ გმირთა მემორიალთან, ფიცი და ისევ პარლამენტის წინ ქაშვეთის ეკლესიასთან ღამისთევით. მოკლედ, რო გითხრათ, ჩვენ მიუერთით, მხარს უჭერთ, ვეთანხმებით, მონაწილეობთ, მაგრამ ძირითადი ნაწილი აი ამ დაგეგმვის და მისი ორგანიზებისა შეასრულეს სტუდენტმა ახალგაზრდებმა. კი ბატონო, მადლობა.